სტილის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად დილამშვიდობისა მოგესალმებით რადიო იმედის სტილის არხის ფორმატში პირდაპირ ეთერში ბატონ კახა გელაშვილთან ერთად სპორტულ დიალოგს შემოგთავაზებთ დილამშვიდობისა ბატონ კახა მოგესალმებით მეგობრებო მოგესალმებით ზაზა ჩვენი მორიგი სპორტული ეთერი მორიგი ჩართვა რადიო იმედის ეთერში და კვლავ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე და რა თქმა უნდა სხვა სიახლეების სპორტული აქტივობები რომელიც საქართველოშიც არის მათ შორის დაგეგმილი დღეს და არა მხოლოდ რა თქმა უნდა მოკლედ ჩემპიონთა ლიგაზე გაერკვა ყველა 8-ვე მერვე ფინალისტი გუშინ უკაცრავად 8-ვე მეოთხე ფინალისტი გუშინ მერვე ფინალური პლეი-ოფის ბოლო 4 მატჩი გაიმართა ტრადიციულად უაღრესად დაძაბული გამოდგა მადრიდული დერბი მორიგი დაპირისპირება ატლეტიკო რეალი ჩემპიონთა ლიგაზე და კვლავ რეალმა მოიგო ეს ორაუნდიანი დაპირისპირება მართალია გუშინდელი მატჩი ძირითადი და დამატებითი რომ ატლეტიკო მოიგო 1-0 თუმცა რადგანაც პირველი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე რეალს 2-1 ჰქონდა მოგებული დაინიშნა დამატებითი დრო პენალტების სერია ისე ძველი დრო რომ ყოფილიყო უფრო სწორად სანამ შემოიღებდნენ სანამ გააუქმებდა FIFA და UEFA მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წესი რომ ყოფილიყო ატლეტიკო გავიდოდა ყოველგვარი დამატებითი დროის და პენალტების გარეშე რამე თუ პირველ შეხვედრაში სტუმრად გოლი ჰქონდა გატანილი ესე გაუქმებულია ფრის შემთხვევაში ინიშნება დამატებითი დრო თუ დამატებითმა დრომას ვერ გამოავლინა უძლიერესი მაშინ ინიშნება პენალტების სერია. სწორი წესი იყო ალბათ ეგ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეგ უფრო ძველად 50-იანი წლებიდან იყო შემოღებული, როდესაც საკუთარ მოედანზე მოთამაშე გუნდი ახლა როდესაც ეს წესი არ არსებობს, მე-13 მოთამაშედ იყენებს აქტიურად მე კომაგებს და ვაგბანკზეც კი მიდის, ანუ სრულად უტევს ფთას ბოლომდე შლის და მაშინ როცა ეს წესი მოქმედებდა, ისიც ცოტა თავშეკავებული იყო და მეტი შესაძლებლობა ეძლეოდა სტუმრად მისულს გუნდს, რომელსაც თქვა ეს არ ქონდა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, გეთანხმები სადაო საკითხია, ერთ ხარესაც აქვს არგუმენტი მეორესაც ეგ უფრო ძველ დროში იყო, როდესაც თქვათ იგივე ასეთი იოლი არ იყო, თქვათ გადაფრენა ერთი ქალაქიდან, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, როგორც ცნობილია, თვითმფრინავით ფრენად, ეხლაც და მაშინ უფრო ადრე გარკვეული რისკის მატარებელიც იყო, გაგვიგია ხო ხშირი კატასტროფები იგივე სპორტულ გუნდებთან დაკავშირებით. მაგრამ მიუხედავად ამისა თვითმფრინავი დღემდე მაინც ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად მიიჩნევა. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ეგ, რომ სტუმრად მოთამაშე გუნდს ნამგზავრს ეძლებოდა თქვათ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა. ეს აღარ არის ახლა ეგ აღარ მოქმედებს. მოკლედ რეალი გავიდა მეოთხე ფინალში ლონდონის არსენალთან მოუწევს მეოთხე ფინალში თამაში ჩვენ მოგვიანებით კი რაც შეეხება რეალი ატლეტიკოს შეხვედრას უბრალოდ ატლეტიკო რეალის შეხვედრას გულწრფელად გეტყვი შემეცოდა ატლეტიკო უკეთ გამოიყურებოდა მართალია ბურთს რეალი აკონტროლებდა თუმცა საგოლე მომენტები სახიფათო მომენტები უფრო მეტი რეალის კართან იქნებოდა რეალს ძირითად დროშივე შეეძლო დაემთავრებინა მატჩი პენალტი გააფუჭა ვინისიუსმა ძალიან ცუდად შეასრულა მბაპეს საქსევისთვის დანიშნული პენალტი თუმცა რომს გაეტანა როგორ მოხდებოდა ეგ არავინ არ იცის არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად მოიგებდა რეალი მაგრამ გაინაღდებდა რა უფრო რა 70-ე წუთზე აგარის გათანაბრება რა თქმა უნდა ატლეტიკოს ძალიან რთულ დღეში ჩააგდებდა პენალტი რაც შეეხება პენალტების სერიას ატლეტიკოს მთავარმმართველმა დიეგო სიმეონემ განაცხადა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე რომ ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც უბრალოდ მე არ მახსოვს რომ ვიდეო რეფერი ჩარეული იყოს პენალტების სერიაში ხო იქ ორჯერ შეეხო ფეხბურთელი ესე იგი ეს მაგის გამო გაუქმდა ეს პენალტი და სწორედ ამის გამო გატანილი გოლი ულამაზესი გოლი და შემდეგ უკვე კიდევ ერთი პენალტი გააფუჭა ატლეტიკომ ერთი პენალიც რეალის ფეხბურთელმა ვასკესმა თუმცა საბოლოოდ 4-2 მოიგო რეალმა პენალტების სერია და გავიდა მეოთხე ფინალში რეალი აგრძელებს ტიტულის დაცვას და როგორც უკვე აღნიშნეთ ლონდონის არსენალთან მოუწევს ურთიერთობის გარღვევა ასე რომ ეს გაფუჭებული პენალტიც დარჩა ჩემპიონთა ლიგის ბორცს მიღმა ატლეტიკო მადრიდი. კი ბატონო.
ხო, რეალმა გადალახა ატლეტიკოს ბარიერი, ატლეტიკოს ახლა კვირას უწევს მორიგი ურთულესი მატჩი შიდა ჩემპიონატში. ბარსელონასთან ლა ლიგის მორიგ ტურში საჩემპიონო. გადასარევ ფორმაშია და ფსიქოლოგიურად ფინალში და არ მდგომარეობაშია. ხო და რეალი ატლეტიკო და ბარსელონა იბრძვიან ჩემპიონობისთვის ეს ყველა შემადგენლობას მოეწოდება ესპანეთში. ეს ამბავი ესპანეთის ჩემპიონატისთვის. ხო. რა შეეხება დანარჩენ მატჩებს სამწუხაროდ მათ ვინც არ ეციან აგარიშები. სავარჯიშო შეხვედრები ქონდათ. კი, ორი მატჩი განსაკუთრებით. ჩვენთვის საინტერესო ერთ-ერთი Aston Villa, Brugge, ხო. ჩვენთვის იქინა გამომდინარე რომ Paris Saint-Germain-ის მეტოქია Aston Villa. მეტოქი ხდება Aston Villa, Aston Villa-მ ძალიან ადვილად გადალახა ეს ბარიერი, ისევე როგორც Arsenal-მა. Arsenal-მა საერთოდ საივარჯიშო. რა ხო მართლა ვარჯიში ქონდა ამხანაგური კარგი მატჩი იყო. მაგრამ ნიშნულოვანია რომ უკვე მომდევნო ეტაპზე ამ გუნდების შეხვედრები ცოტა სხვა განზომილებაში გადადის უკვე არ ექნება იოლიგას ევროპა. რაც უფრო უახლოვდებით ფინალს, რაც უფრო ცოტა გუნდი რჩება, მით უფრო საინტერესო ხდება ნებისმიერი ტურნირი, ასე ახლაც. გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მატჩი ატლეტიკო რეალის გარდა ლილი დორტმუნდი გახდათ და დორტმუნდი რომელმაც კამბეკში მოხდებოდა მარცხდებოდა საბოლოოდ მოიგო და ორი მაჩის ჯამში 3-2 პირველი მაჩი 1-1 ჰქონდა დასრულებული გერმანულ კლუბს და ასე რომ დორტმუნდის არა და ფრანგებს შეეძლოთ გადაელახა ეს ბარიერი სახში მაგრამ ფავორიტი მაინც დორტმუნდი იყო კლასი მიუხედავად იმისა რომ დორტმუნდი არ არის რაც თქვა დადრეყოფილა ის დორტმუნდი არ არის მოგეთანხმები ხო არსენალი PSV ინთხოვენი ლონდონში 2-2 დასრულდა პირველი მატჩი არსენალს ნიდერლანდებში 7-1 ჰქონდა მოგებული და როგორც შენ აღნიშნე წაივარჯიშა 9-3-2 მატჩის ჯამში რეკორდული სხვაობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში დაფიქსირდა ამ გუნდებს შორის არსენალის სასარგებლოდ Aston Villa-მ კი Paris Saint-Germain-ის მეტოქემ მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოუგო ბელგიის ჩემპიონ Brugge-ს 3-0 ბირმინგემში პირველი მატჩი 3-1 ჰქონდა Aston Villa-ს მოგებული 6-1 ასე რომ Aston Villa-ს მეოთხედ ფინალშია და როგორც უკვე აღნიშნეთ Aston Villa-ს მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას Paris Saint-Germain იქნება ხვიჩაზეც ვისაუბრებთ ალბათ Paris Saint-Germain-ზე მოდი თქვათ ვინც არ მიუქცევია ყურადღება როგორ დაწყდა მომავალი შეხვედრები Bayern-ი Inter შეხვდება რა ძალიან სასახაძლიერი თამაში და საინტერესო იქნება აქ ფილოსოფია და შეჯახება თან ინტერი გადასარევ ფორმაშია ბაიერნი როგორც ხშირად თავის ჩემპიონატში ისევ დომინანტია და მეორე ასევე მგონია რომ ძალიან მეტი გოლის თამაში იქნება არსენალი მადრიდის რეალი მესმისი კარლო ანჩელოტის გამოცდილება რეალის საოცარი ფორმა მაგრამ არსენალი ალბათ არ დააკლებს და აქვე ვთქვათ რომ არსენალი რეალის სკულში გამარჯვებული ნახევარფინალში Paris Saint-Germain-ი Aston Villa-ს სკულში გამარჯვებული შეხვდება ასე რომ და PSG Aston Villa-ს შეხვედრას ნამდვილად არ იქნება მარტივი გასეირნება არც ერთი და არც მეორე გუნდისთვის Aston Villa-თვის ნამდვილად არ იქნება მაგრამ Paris Saint-Germain-ი იოლი გასეირნება ახლა აღარ არის ვისაუბრეთ რაც უფრო შორს მედიან გუნდები უფრო რთული ხდება რა თქმა უნდა მაგრამ ორი მატჩის ჯამში PSG-ს მე მგონი არ უნდა გაუჭირდეს Aston Villa-ს ბარიერის გადალახვა ინგლისში ჩემპიონატში. მოკლედ, ხო, ლივერპულთან ნაჩვენები მატჩის შემდეგ დომინანტი გუნდი ლივერპული ინგლისური κλუბის ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს უბრალოდ მაინც იქ Aston Villa სტადიონზე თამაში მაინც სხვა პრემიერ ლიგის კომაგების 8 აპრილს 8 და 9 აპრილს გაიმართება პირველი ორი შეხვედრა PSG პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს პარიზში Parc des Princes საფასურო შეხვედრა კი უკვე ბირმინგემში Villa Park-ზეა აქვე აღნიშნოთ რომ Aston Villa წარსულში 80-იან წლებში 70-იანების ბოლო 80-იანების დასაწყისში იყო ერთ-ერთი გრანდი ინგლისური ფეხბურთისა მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა ლიგის მწინარე ტურნირი ასე რომ ამ ტურნირის გამარჯვებულთა სიაშია Aston Villa მიუნხენის Bayern-ი დაამარცხა მაშინ ფინალში Aston Villa-მ ძალიან მაგარი გუნდი ყავდა და ასე რომ როგორც ტიტულის მფლობელი ერთ-ერთი გამარჯვებული PSG-ს სწორედ ეს მეტოქე ყავს რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს არსენალის გარდა მეოთხე ფინალში ყველა გუნდს Arsenalis და Paris Saint-Germain-ის გარდა ჩემპიონთა თასი მოგებული აქვს ისევე როგორც
ასტონ ვილაზე ვისაუბრეთ, რეალზე საუბარი არ არის, დორტმუნდსაც მოგებული აქვს მოგეხსენება, ბარსელონას ხო აქვს და მილანის ინტერსაც და მიუნხენის ბაიერნსაც, რომ PSG და არსენალი პირველი ტიტულებისთვის იბრძოლებენ, ჩვენთვის მთავარი პარი სენ-ჟერმენი, მთავარი იქიდან გამომდინარე, რომ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, თორე პარი სენ-ჟერმენისთვის არასოდეს არ მიგულშემატკივრია და არც ეხლა ბოლოს, როდესაც ვარსკვლავური ნაკრები იყო, ნეიმარი, მესი, რამოსი არ ნახა როგორ გითხრა არას გულშემატკივარი საყვარელი გუნდი არ ყოფ შეიძლება ერთ თამაშზე გასაგები ანუ ფავორიტია თამაშის ეს იმდინარეობა იქ რაღაც მაგრამ ის რომ გუნდის გულშემატკივარი ვარ თქვა როგორ ისაც თქვა ლივერპულის მესმის ხო ასეთი არა ან ბაიერნს ხავს გულშემატკივრები რეალს ხავს მაგრამ თბილისს საქართველოში PSG-ს მე ამ გონია გულშემატკივარი ხოლო და ხვიჩას გადასვლამდე. შეიძლება ყავდა ახლა. ეყოლებოდა ვარსკვლავური ნაკრების მიმდევარი ფეხბურთელების კონკრეტული ფეხბურთელების წყალობით ალბათ მაინც კი როგორ ფიქრობ ვინ იქნებიან აი ამ შეხვედრებიდან PSG ასტონ ვილას გამარჯვებული მეც ვარაუდობ რომ PSG იქნება რა თქმა უნდა, ვარაუდობდა მინდა პირველ რიგში. აი, გვინდა ერთია, და ხვიჩას გოლი მინდა ვნახო და ისე ხვიჩას გოლი აი როგორ ველოდებოდი, იცი და ისეთი მაინც კარგი თამაში ქონდა. მაინც კი არა ძალიან მაგარია ლივერპულთან. ანუ გოლის გარეშე გულისმოთ რა. იმიტომ რომ ეს მადა გოლის მოლოდინის მადა გაგვეზარდა, მას შემდეგ რაც ის საოცარი გოლი გაიტანა, უბრალოდ შეითვალა რა, თორე რა თქმა უნდა, მარტო გოლი ხო არ არის ფეხბურთის თამაში. ადამიანმა რომელიც თავდასხმელია და სხვის კარში გოლი უნდა გაიტანოს, ახერხებს იმას, რომ მის კარში მიმავალი ბურთი ჩაჭრა ბოლო მცველზე ბოლო მცველის საოცარი შესაძლებლობა გამოაჩინა ხო ამ მომენტში აი გუშინ წინდელ მატჩში ხვიჩა კიდევ ერთხელ გამოვავლინა რომ მას ეს არის უნივერსალური მაქსიმალური ჩართულობა კი უნივერსალობა ცალკე ლივერპულთან გუშინ წინდელ მატჩში ვთქვათ რომ ხვიჩა უფრო დაცვითი სტილის შემტევი ფეხბურთელია ნუ ეს როგორც ჩანს ტაქტიკიდან გამომდინარე მოთხოვნა იყო გამომდინარე ორი საგოლე გადაცემა არ ვიცი ეგეთი ჩაოლებრივი პასები არ იყო ეგ ბარკოლაზეს და ბარკოლა და დემბელე მე როგორ გააფუჭეს ეს პასები ახლაც მიჭირს აღვიქვა იმიტომ რომ ერთ-ერთ მაინც რო გაეტანა ნუ მაინც არ ვიცით როგორ იქნებოდა თუმცა დიდი ალბათობით პენალტებამდე არ მივიდოდა საქმე და გოლი თუ არა ასისტი მაინც ექნებოდა ჩემპიონთა ლიგის მერვე ხო ნუ დარტყმაც გავიხსენოთ უძლიერესი დარტყმა ეს მეტოქე გუნდის ფეხში და აი ოდნავ მოხდა და იმის გამოაცილო თუ ის კარში მიდიოდა ისეთი ტრაექტორიით იყო აუღებელი იყო მგონი კი მისი გავაცილებელი ყალიბდება PSG-ს ჩემი აზრით გამოკვეთი ლიდერად კი ახლა თქვა უფრო დემბელეზე აქცენტი ის არის თქვათ ლამის განუსაზღვრელი უფლებები აქვს იქ შეუძლია მას მარტომ გადაწყვიტოს კარში დაარტყას თქვათ თუ საჭირო იქნება პასი მისცეს მას არ თქვათ ამისთვის ისე თქვათ პრობლემა არ შეექმნება იმ ხრივ რომ ის ლიდერია გუნდში გამოკვეთილი ხვიჩა არის ხოლმე რომ ფრთხილობს თქვათ შეიძლება ნუ ესეც გასაგები მომენტია, მაგრამ ასეთი წარმატებული მატჩები მას თვითმფრინავს მეტად მოუტანს და მე მესმის ახლა დემბელე მე არ ვიცი, ჩემი სუბიექტური აზრია, მაინც გონია სეზონის მოთამაშე რა. არა მგონია ახლა იმან მიჯრით 2-3 წელი ასეთი მაღალი დონე დაიჭიროს მიუხედავად თავისი ტალანტისა. კი, მაგარი ფეხბურთელია, ორი აზრი არსებობს, მაგრამ ხვიჩას აქვს ის ნიჭი რაც აი რაც დღევანდელ ფეხბურთში მარტო პარი სენ-ჟერმენში და ფეხბურთელში არის უიშვიათესი მოვლენა. ხვიჩას აქვს ეს იქ დრიბლინგი იქნება ესეთი პასი არაორდინალური რაც დღევანდელ ფეხბურთში იშვიათია. სტანდარტის გარეთ სტანდარტული ფეხბურთი არის ერთი გამოთქმა ფეხბურთში, ნასწავლი ფეხბურთია, აი თქვა განსაკუთრებით აი სკანდინავიური ნაკრები გუნდები თამაშობენ და თქვა იქ მოტყუებაზე და დრიბლინგზე და რაღაც გამოგონებლობაზე არ არის საუბარი მსმელი ტაქტიკას აკეთებს და მიყვებიან ამას იქას უნდა იდგეს ეს კლასიკური ცეკვას ვინც სწავლობს ტაქტი 1-2-3 1-2-3 რო ცეკვას თან ითვლის 1-2-3 მე 1-2-3 ხო ანუ სპორტ რო გადაწყვეტოს და იმპროვიზაცია აღარა ამ დროს შეიძლება კლასიკურად სწორად ცეკვავს ტაქტში ზის ზუსტად 1-2-3 და მე უკვე გადადის სულას აკეთებს მაგრამ აი ეს რაღაც გრაციოზულობა იმპროვიზაციულობა არაორდინალურობა რაც მე სულამაზეს დადგმული წარმოდგენებია რასაც ვამბობ აი რაც ახლა ჩვენ ერთ-ერთ ეთერში რონალდინიო ვახსენეთ რისი დიდო სტატისტიკა თბილისში გუჩამობა რონალდინიო ბოლო ინფორმაციით ვარსკვლავთა
матчი მეორე ნაწილი ეს თქვა პირველი ხო ინტერი საქართველოს ნაკრები იყო ეხლა ბარსელონას ლეგენდები ჩამოვლენ თბილისში და ერთ-ერთი გადაწყვეტილია იქნება რონალდინიო უნდა წავიდეთ რა თქმა უნდა ის რონალდინიო რა თქმა უნდა რაც ძალიან ბევრი ფეხბურთის მოყვარულია იმ თაობის რომელმაც ფეხბურთი შეიყვარა რონალდინიო სხვა არის ყველას თავისი კუმირები ხავს თქვათ ჩემი ასეთი იყო რივალდო რის გამოც ალბათ ბარსაზე კიდევ უფრო მეტი თავზე ჩემი კუმირი დავით ყიფიანი იყო ჩვენ ახლა ევროპულებზე დავით ყიფიანი პატარა ვიყავ იმაში მაგრამ ყიფიანი და ვთვლი რომ ყიფიანი დღესაც რომ ყოფილიყო დღესაც იქნებოდა შეიძლება უფრო მეტი კაშკაშა ვასლავი მსოფლიო ფეხბურთში საერთოდ ის თაობა დღესაც რო ყოფილიყო დომინანტები იქნებოდნენ მთელ სოფლიოში როგორც ხო ეხლა ეს დავასრულოთ PSG ფიქრობთ რომ გავა არსენალი პროგნოზები არსენალი რეალი არ ვიცი ვერ გეტყვი ისა რომ რეალი აი ისეთია რა სულ რომ თავაში მთავრდება და უცებ აღმოაჩენ რეალი მოგებულია 1000 თამაშებს მაღალ დონეზე ატარებს არსენალთანაც ფავორიტად მიმაჩნია რეალი თუმცა მე არსენალს გულშემატკივრო მაპატიონ ჩემმა მეგობრებმა და ზოგადად რეალის გულშემატკივრებმა ეს ხო იმიტომ რომ მართლა სულ რეალი არსენალსაც ბარსელონა დიდი ალბათობით დორტმუნდს მოგეს მით უმეტეს ასე დორტმუნდს და აი ბაიერნი ინტერი ძალიან მეგონი ყველა საინტერესოა წყელი ბაიერნი ინტერი აი ამ სამ თამაში შეიძლება ფავორიტი გამოკვეთო მაგრამ აი ბაიერნი ინტერის თამაში ეს ცალსახად თქვა რომ ინტერი გაიმარჯვებს ან ბაიერნი ძალიან რთულია კი ბატონო ძალიან საინტერესო მატჩები გველის კიდევ ერთხელ შევახსენოთ აპრილის დასაწყისში 8 აპრილს 15 აპრილს პირველი 8-9 აპრილს და 15-16 აპრილს საფასურო მატჩები Paris Saint-Germain-ი Aston Villa-სთან პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებს და იმედია პირველივე მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას დახმარებით გადაწყვეტს მატჩის ორ მატჩიანი დუელის ბედს. დღეს ევროპა ლიგაზეა ასევე საფასურო მერვედფინალური მატჩები დღეს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძე ითამაშებს ლიონი, ფრანგული ლიონი, რომელიც ფავორიტი იყო წყვილში და ასრულებს ფავორიტის სტატუსს და ბუქარესტის სტიაუა ერქვა ახლა სხვა აბრევიატურით იწერება ეს ტიტულოვანი ძალიან ისტორიული რუმინული კლუბი პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ბუქარესტში ლიონმა 3-1 მოიგო ახლა დღეს სახლში აქვს სათამაშო და არ მოუდგენლად მიმაჩნია რომ ეს უპირატესობა ლიონმა ვერ შეინარჩუნოს სხვათა შორის ჩავთვალოთ რომ ლიონი გასულია მეოთხედ ფინალში გასვლით 3-1 შემდეგ და მეოთხედ ფინალისკენ რომ გავიხედოთ ლიონის მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედს და რეალ სოსიედადს შორის ამ წუთში გამარჯვებული იქნება პირველი მატჩი სან სებასტიანში 1-1 დასვლა ასე რომ დღეს ულტრაფორტზე მანჩესტერი საკუთარ მოედანზე დაუხდება ბასკურ კლუბს და ამ წველის გამარჯვებული ლიონი სტიაუას წყვილში გამარჯვებულ შეხვდება რანგით მეორე დონის ტურნირი UEFA-ს ევროპა ლიგა და საბედნიეროდ აქაც ყავს წარმომადგენელი და მესამე დონის ტურნირი კონფერენს ლიგა აქაც ქართველი ფეხბურთელის გუნდი თამაშობს ეს გახლავთ დანის კოპენჰაგენი გიორგი ოჩოლეიშვილის გუნდი კოპენჰაგენი შეიძლება ითქვას რთულ დღეშია ლონდონის ჩელსის ეწევა პირველი მატჩი ჩელსიმ კოპენჰაგენში 2-1 მოიგო დღეს სახლში ითამაშებს სტენფორდ ბრიჯზე მოკლედ უვალეში გულშემატკივროთ უგაცრავად ქართულ ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრების წევრებს საქართველოს ნაკრებისა რომელიც ზუსტად ერთ კვირაში ჭირდება ახლა მათი კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია 20 მარტს ერევანში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება დღეისორს მოგვიწევს ჩვენ ამ დროს ალბათ მთელი გადაცემის სწორედ ამ მატჩისთვის მიწმობთელი გადაცემის მსვლელობისას ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემებზე რომლებიც ბევრმა გულშემატკივარმა უწყის თქვათ ქართულ სომხური საფეხბურთო დაპირისპირებები ეს ცალკე ისტორია რა თქმა უნდა ცალკე ისტორია 5 წუთს გვანიშნებენ კახა და ახალი ისტორია დღევანდელი მატჩების შესახებ დავამთავროთ UEFA და ფეხბურთი ამოვწუროთ ალბათ ატლეტიკო ბილბაო რომა კი
აინტრახტის ფრანკფურტი აიაქს შეხვდება და იმედი მაქვს ახლა სხვა ჰოლანდიური კლუბებისგან განსხვავებით აიაქსი უფრო თავდაჯერებული იქნება. ნახოთ რა გამოვა ბზენი და ოლიმპიაკოსი. ბზენი და ლაციო და ოლიმპიაკოსი უკვე შინ გამართავს ხო შეხვედრას ბოლოსთან. კი, ლაციო პლზენის ვიქტორია, ლაციო ფავორიტია პირველი მატჩი. ლაციოს 2-1 აქვს მოგებული. ჰანდიკაპი გააჩნია. მცირე უპირატესობა კი. აიაქსი კი ტურდეშია, ფრანკფურტში აინტრახტთან. გასვლით შეხვედრა პირველი მატჩი იოჰან კროიფ არენაზე, წააგო აიაქსმა როგორც ვახსოვს 1-2. დღის ერთ-ერთი მთავარი მატჩი მაინც მგონია ატლეტიკ ბილბაო რომას დაპირისპირება პირველი შეხვედრა რომამში ოლიმპიურ სტადიონზე 2-1 მოიგო დღეს ბილბაოშია სარმამესე თამაში და თქმა იმისა ბილბაოსთვის შინაური თამაში მაინც ხო არის რა თქმა უნდა კი და ასევე რა თქმა უნდა მანჩესტერ იუნაიტედი რეალ სოსიედადის დაპირისპირება ოლდ ტრაფორდზე დღესაც გრძელდება მოკლედ სამშაბათს დაწყებული ევროპული საფეხბურთო სათასო და ბატალიები და ხვალ ვისაუბრებთ ჩვენ კიდე ყოველ შემთხვევაში მე მომიწევს საუბარი ჩვენ სტუმარი გვეყოლება როგორც ამ თემაზე ჩვენ მე ხვალ უფრო ცლად ვისაუბრებთ სპორტის სხვა სახეობაზე გავამახვილებთ ყურადღებას და არა მხოლოდ და ამასობაში ჩვენ მე მგონი უნდა აღვნიშნოთ დღეისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება ხელბურთის რა თქმა უნდა ამის გარეშე გამოშვებას ვერ დავასრულებთ. არა, და სხვა რამეც იმედი მაქვს სხვასაც მოვასწრებთ, იმიტომ რომ დღეს თადარიგი უნდა დავიჭიროთ და ქართულ ხელბურთელებს უნდა უგულშემატკივროთ იმისთვის რომ მათ თბილისი არენაზე 6 საათზე და 18 საათზე დაიწყება მატჩი ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრა უბრალოდ შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩი შეიძლება ითქვას ბოსნია-ჰერცეგოვინა ჩვენი ნაკრების მეტოქე ბოსნიის ნაკრები რომელიც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება იზეა ერთადერთი მოგება და ახლა სწორედ ბოსნიელებთან გვაქვს თამაში და დღევანდელი მატჩიდან 3 დღეში ანუ 16 მარტს უკვე გასვლაზე საპასუხო მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ასე რომ 18 საათზე დაიწყება დასწრება თავისუფალია ნებისმიერ სრულ შეუძლია უბილეთოდ შევიდეს დასეს და მოკლედ მიადევნოს და უგულშემატკივრო საქართველოს დღეს თბილისი არენაზე ხელბურთელთა მხარდასაჭერად ალბათ მით უმეტეს რომ უფასოა ბილეთი მისვლა და თავმოყრა ბონია რომ ბილეთი საერთოდ არის საჭირო უფასობით მით უმეტეს ძალიან მოკლედ ალბათ უნდა ვთქვათ ნიკოლოზ ბასილაშვილი რომ თავარბადეშია კი ბატონო აუცილებლად და ელენა თითქოს იბრუნებს ფორმას ძალიან შორს არის იმ კონდიციებამდე სადაც ორ მეტოქეს უკვე ძლია და კვალიფიკაციაში კი და ასევე მოდი ბერძნულ რომაულჭიდაობაზე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვისაუბროთ გუშინ ალბანეთში ტირანაში დაიწყო ეს ჩემპიონატი ბერძნულ რომაულჭიდაობაში ტრადიციულად ჯერ ბერძნულ რომაულები იწყებენ შემდეგ ქალთა ტურნირია და ბოლო 2 დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ 5-დან 3 ქართველი აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას ტირანაში აქედან ერთი ჩემპიონობისთვის ფინალშია გასული კობა ქარუმიძე 18 წლის ფალავანი რომელიც 55 კილოგრამში გამოდის რეპეშაჟის ფინალში, ანუ დამამშვიდებელი ეტაპის ფინალში ბრინჯაოსთვის იჭდავებენ როგორც ნახევარფინალურ ეტაპზე დამარცხებული ფალავნები რომეო ბერიძე და საბა ჩილაშვილი ბერიძე 63 კილოგრამში გამოდის ჩილაშვილი მძიმეში 130 კილოგრამში რაც შეეხება ოქროსთვის მოჭიდავე კობა ქარუმიძეს ჭაბუკებში მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორს მან 3 შეხვედრა გამართა ფინალამდე და 3-ვე უმაღლეს დონეზე ჯერ სომეხი არაიქ ტოპალიანი 10-0 დაამარცხა შემდეგ უნგრელი მეტოქე პეტერ ტოტოკი 8-0 ნახევარფინალში კი თურქ მეჰმედ სარბს 8-0 ძლია ანუ გასავალ 9-0 ანუ 10-0 8-0 9-0 მოკლედ ცალი ხელით მოიგო რო იტყვიან 3-ვე შეხვედრა გავიდა ფინალში კი ნეიტრალური გუნდის წევრი რუსეთის ნაკრების წევრი აშილო კავკასიელი ალიბეკ ამიროვი იქნება რომელიც 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორია ასე რომ წარმატებები ქარუმიძეს ბერიძეს და ჩილაშვილს მედლების სიბრძვიან კიდევ ერთხელ აღნიშნოთ
დღეს დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაემებიან ანუ მეორე ხუთეულის წევრებიც მედლების ბრძოლაში ისინი ხვალ ჩაატარებენ ფინალურ ბლოკს 5 ქართველი 60 67 72 82 და 97 კილოგრამის წონითი კატეგორიის ფალავნები ეს იყო ტირანაში მიმდინარე და ხვალ ასევე იქნება კიდევ მნიშვნელოვანი ტურნირი იწყება ჭადრაკში რომელიც ხო ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატია და საპრიზო ფონდი 100,000-ია რამდენად ვიცით 11 ტურში გამოვლინდებიან წარმატებულები და ეს ასევე ამ ჩემპიონატში წარმატებები ასევე აძლევს საშუალებას რომ FIDE სოფლიო თასის შესარჩევი ღონისძიების ერთ-ერთი ფორმატიც არის ხო და სარეიტინგო წინსვლისა და თქვა იქ საპრიზო ფონდიდან სოლიდური საპრიზო ფონდიდან მოგებისა FIDE სოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას იძლევა თან ჩვენები ძალიან მონდომებულად მიყვნენ გაიარეს საწუთნელი შეკრება ჯერ ბაკურიანში ბორჯომში ხო და მე უკვე ახლა გვაქვს იმის მოლოდინი რომ მიაღწევენ შედეგებს ბაადურ ჯობავა გიგა ყუფარაძე ლუკა პაიჭაძე ლევან ფანცულაია ნოე თუთისანი და თორნიკე სანიკიძე იქნებიან ისინი ვინც გაირჯებიან და საქართველოს საჭადრაკო სკოლის დიდებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ ევროპულ ფორუმს ამასობაში მე მგონი ანდრო გვანიშნებს რომ უნდა დავასრულოთ საუბარი მადლობა კახა ჩვენი დღევანდელი გადაცემას დასრულდა ხვალდილის 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ შემოგთავაზეთ სპორტულ დიალოგს მადლობა იმისთვის რომ ვუსმენდით ერთმანეთს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ერთი კვირის თავზე თუ ორი კვირის თავზე ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში ჩვენების ხვიჩას წარმატებაზე და ჩვენი ნაკრების სუპერ გამარჯვებებზე ვისაუბრებთ, მოკლედ იმედ დავიტოვოთ და ყველას ქართულ სპორტსმენს, ვინც ახლა მიმდინარე ტურნირზე და სამომავლოზე გადის, ასევე უნდა უსურვოთ წარმატება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ხელბურთელები თამაშობენ, ბილეთები არ იყიდება საერთოდ, იმას კი არნიშნავს, რომ ყველა გაიყიდა. საერთოდ არ იყიდება. შეახსენე სად უნდა თბილისი არენაზე უნივერსიტეტის სკოლაზე ახალი სპორტის სასახლე წოდებულ შენობაში ახალი სპორტის სასახლე სხვა არის კიდე ოლიმპიური სასახლე ოლიმპიური სახლის გვერდზე არის ხო ნუ ტერიტორიულად ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა კალათბურთში ტერიტორიულად იქვია და 18 საათზე იწყება საქართველოს ბოსნია-ჰერცეგოვინას დაპირისპირება ძალიან საინტერესო შეხვედრა და მათი მხარდაჭერა ალბათ მნიშვნელოვანია ანდრო წამოხვალ და წავედით. კარგი, მადლობა, თუმცა მანამდე ეთერში გვაქვს სამუშაო, მოგვიანებით კვლავ დაგიგებთ დროებით. ეკლა აუცილებლად ხო იც ხელბურთელთა როგორი გულშემატკივარია. დროებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.